გამარჯობათ მეგობრებო, დღეს განვიხილავთ 10 ყველაზე ჭკვიან და ერთგულ ძაღლს. გერმანული ნაგაზი. გერმანული ნაგაზი საოცრად ჭკვიანი ჯიშია. ის იოლად სწავლობს ბრძანებებს. ამ სახეობის ძაღლს წვრთნიან სამხედრო, საბაჟო ან პოლიციის სამსახურებში. გერმანული ნაგაზი იშვიათად ეჩვევა ოჯახის ყველა წევრს. ის ირჩევს ერთ პატრონს და სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული რჩება. ლაბრადორი. ეს შეუცვლელი ოჯახის ძაღლია. მას თავდავიწყებით უყვარს პატრონი, თუმცა დამცველის ფუნქციას ნაკლებად ასრულებს. ეს ჯიში გამოირჩევა გულკეთილობითა და მხიარული თვისებებით. ლაბრადორი საუკეთესო კომპანიონია, კარგი გიდი და ბავშვების მეგობარია. ლაბრადორის ყნოსვა გერმანულ ნაგაზის ყნოსვაზე 25%-ით მეტია. ამ ჩამონათვალში შევიდა ტაქსაც. პატარა ტანისა და მოკლე ფეხებად ძაღლი ყველგან თან დაჰყვება პატრონს. მისი გაწვრთნა იოლია. იმისათვის, რომ რამე ბრძანება დაიმახსოვროს, მხოლოდ რამოდენიმე წუთი სჭირდება. ტაქსას არაფერი უნდა დააძალო. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ჯიუტდება. ბრძანებები მხოლოდ თამაშის სახით ასწავლეთ. ამ ჯიშის ძაღლს იმდენად უყვარს თავისი პატრონი, რომ რამდენიმე საათით მარტოობაც კი მისთვის ტრაგიკული ხდება. როტვეილერი. ეს ჯიში ძაღლი საოცრად ერთგულია. ის გამოირჩევა ყურადღებიანობითა და გამჭრიახობით. მას აქვს მდგრადი ფსიქიკა და ადვილად იწვრთნება. როტვეილერი ერთ-ერთი საუკეთესო დამცველია. მასთან ბავშვები დაცულები არიან. ამ ჯიშის ძაღლი არასოდეს მიატოვებს პატრონს, ყველაზე რთულ წუთებშიც კი. მიუხედავად იმისა, რომ ის გარეგნულად უხეში და დაკუნთულია, ამავდროულად მოსიყვარულე ცხოველია. როტვეილერი ყოველთვის ითხოვს პატრონის ყურადღებას. მისი ერთ-ერთი ნაკლი ის არის, რომ მან შესაძლოა თამაშის დროს უნდებლია ზიანი მიაყენოს პატრონს, რადგან ზრდასრული როტვეილერი ძალიან ძლიერია. დობერმანი. ის ერთ-ერთი საუკეთესო დარაჯია. ტყუილია თუ ვინმე იტყვის, რომ დობერმანი არ არის აგრესიული, თუმცა მას აქვს გაწონასწორებული ფსიქიკა და იოლად იწვრთნება. დობერმანი ძალიან ეჩვევა პატრონს, ბავშვებს, რომლებსაც არასოდეს მიაყენებს ზიანს და ყოველთვის იქნება მათი დამცველი. ის ერთგული მეგობარი და საიმედო მცველია. კოლი. კოლი ანუ შოტლანდიური ნაგაზი. არა მარტო ოჯახის წევრებთან, არამედ სხვა შინაურ ბინადრებთანაც მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩევა. ის პატრონის ერთგული და კრიტიკულ სიტუაციაში მისი დამცველია. უცხო ადამიანების ეჭვის თვალით უყურებს, მაგრამ თუ ერთხელ შეუყვარდა ადამიანი, მას არასოდეს დაივიწყებს. მისი ერთადერთი ნაკლი გრძელი ბეწვი, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლას. ბოქსიორი. ბოქსიორის ჯიშის ძაღლს თვლიან სულელად, თუმცა სინამდვილეში საჭიროა მისი სწორი აღზრდა. ის პატრონის ერთგულია. საჭიროების შემთხვევაში ბოქსიორი დაუფიქრებლად გაასწირავს თავს მისთვის. ის ძალიან ეჭვიანი ჯიშის ძაღლია და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს პატრონისაგან. ამ ჯიშის ძაღლი პატარაობიდანვე უნდა გაწვრთნათ, რადგან შემდეგ 15-20 წელი მოულოდნელობისაგან იყოთ დაზღვეული. სანამ ვიდეოს გავაგრძელებთ, კომენტარებში დაწერე შენ რომელი ძაღლი მიგაჩნია ერთგულად და გამოიწერე არხი. შემდეგი არის ტერიერი. ტერიერის ყველა სახეობა პატრონის უანგარო მოსიყვარულე და ერთგულია, განურჩევლად მისი ჯიშისა, თუმცა ზოგიერთი სახეობას შესაძლოა ჰქონდეს რთული ხასიათი. ეს პრობლემა იოლად მაგვარებადია თუ მას პატარაობიდანვე გაწვრთნით. ტერიერი ერთგული და სიცოცხლის მოყვარე ძაღლია. მისი ყოლის შემთხვევაში თქვენ სახლში ყოველთვის იქნება ხალისიანი განწყობა, მით უმეტეს თუ სახლში პატარა ბავშვებიც ცხოვრობენ. და ბოლოს პიტბული. ეს ძლიერი ძაღლის ჯიში ჩვენს ათეულს ასრულებს. თუ დღემდე თვლით, რომ პიტბული აგრესიული ძაღლია, გახსოვდეთ, რომ ძაღლებს ადამიანები ზრდიან. როგორიც არის პატრონი, ისეთია ძაღლიც. ცხოველთა მოყვარული ადამიანის ხელში პიტბული იზრდება მეგობრული და თბილი, რომელიც პატრონს ერთგულად ემსახურება სიცოცხლის ბოლომდე. მეგობრებო, ეს ვიდეო ამით დასრულდა. თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ და დაალაიქეთ.